იწყება დღევანდელი საღამოს co-main event-ი. გიორგი აფციური, ვასილ ჩიტიძე. დაიწყო პირველი რაუნდი. სვერავენ ჯერჯერობით მებრძოლები ერთმანეთს. სადა ეხა მარჯვენა overhand-ი ჩიტიძემ. კარგად პრესავს აფციური. აი შევიდა ჩიტიძე. დაიყვანა თუმცა კონტრა და ხოდაგილი კარგად დატრიალდა ეხა ვასილი. ხო თუ გამოძრება ჩავლებიდან ცდილობს გადავიდეს გილიოტინაზე აფციური. და უკვე ჩიტიძე მოექცა full mount-ში. საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობს co-main event-ი. ცდილობს ამოქაჩოს ხა ხელები რომ ground pound-ი დაიწყოს. კარგი ცდელობა და აი გამოვიდა ძალიან ლამაზად აფციაურმა გადაატრიალა კეიჯის დახმარებით. და უკვე თვითონ აკონტროლებს. დარჩენილია 1 წუთი პირველი რაუნდის დამთავრებამდე. სამკუთხედის ცდელობა. აგინის გაუნა პაუნდი 40 წამი დარჩა. კარგად არა აქვს შეკრული, ხელის კინელზე უნდა გადასვლა. ლავ კარგი დარტყმა. მოუგებს აკეთებს აფციური და ბატონმა რაულს და რომან გააჩერა ბრძოლა და დგომში განაგზობენ მებრძოლები. ჩება 10 წამი. საკმაოდ დაძაბული პირველი რაუნდი. დამთავრდა პირველი რაუნდი. საკმაოდ დაძაბული ბრძოლა. ვიხილეთ ground pound-ი. კონტროლი ძალიან თანაბარი ახლო ბრძოლაა. დაითქვას. ნახოთ რას გადაწყვეტენ მსაჯები. აი შემომიერთა დიმიტრი ბოლქვაძე დღევანდელ საღამოს გამარჯობა მივესალმები მაყურებლებს. ნახოთ რა შემოგთავაზებენ მებრძოლები მეორე რაუნდში. ისევ იგივე სცენარით იწყებს აფციური პრესინგი. აი ლოუ კიკი იყო ხა კიდევ ერთი. აფციური კარგად მუშაობს პრესინგს მიმართავს. მეორე
შევიდა ჩიტიძე, ნახოთ თუ ჩაიყვანს. დაფარა ეხა ეს შესვლა, თუმცა მაინც აკონტროლებს ჩიტიძე. და აი კარგი გადაყვანა, თუმცა ვერ შეინარჩუნა, მაგრამ ეხა უკვე აფციაური აკონტროლებს მაინც კეიჯთან. აფციაური ფიქრობ ფიზიკურობის ხარჯზე მაინც უკეთესია. თუმცა ჭიდაობას იწყებს ჩიტიძე, მაგრამ კონტრზე მუშაობს გიორგი აფციაური. სტრაიკინგის გამოცდილება აქვს და დგომის მებრძოლია. აფციაურს არა? კი, არა, ჩიტიძეს. ჩიტიძეს. კი. ჩიტიძე დავითიანის წარმომადგენელია. როგორ კიკბოქსერი. ძალიან ბევრი კარგი სტრაიკერი ყავს ამ გუნდს კიკბოქსინგის სფეროში. ახლა მოატრიალა ვასილმა. ძალიან დაძაბული რაუნდია, მეორე რაუნდიც იგივე. აი რა. რთულია თქვა, ვის აქვს უპირატესობა. იცვლება ხან ერთი მებრძოლი, ხან მეორე მებრძოლი გადადის, ნახოთ. გილიოტინის სტელობა. კი, მაგრამ ისერი არ აქვს აღებული, უბრალოდ აკონტროლებს. აკონტროლებს, კი, აკონტროლებს, კულებს იღებს, ასე ვთქვათ. ნუ რაუნდი მიიყავს თავისთვის. მუხლის დარტყმა არ შეიძლება, როგორც მოგეხსენებათ, თავში მოყარულებში. სწორედ ამიტომაც კარგი თეიქდაუნი იყო ჩიტიშვილის მხრიდან, მაგრამ მაინც ისერი აქვს აღებული. გადავიდა ფულმაუნზე, თუმცა უჭირავს თავი. ეხლა თავს რთულია, გადაატრიალა. ფიზიკურად მოსალოდნელიც იყო ეს. გადატრიალება და კარგად უჭირავს ეხა. ნახო თუ გაუძლებს, დარჩენილია 30 წამი დრო არის, თუმცა მეორე ხელი გაუშვა და ეხა ისევ აიღო. თუმცა კისერი ისევ აღებული აქვს. ისევ შეკრა. ცდილობს გამოსვლას ჩიტიძე. გამოვიდა გილიოტინიდან. საკმაოდ დაძაბული ბრძოლა. დაძაბული ბრძოლაა და ძალიან ახლო ბრძოლაა. ნახოთ არცერთი მებრძოლი არ თმობს. მესამე რაუნდში რამდენად ეკნებათ იმის გამძლეობა, რომ რაუნდი წაიყვანა. ორივე ახლო რაუნდები იყო. ნახოთ რომელს უფრო ეყოფა გამძლეობა მესამე რაუნდისთვის. მესამე ალბათ გადამწყვეტი რაუნდი ამ ბრძოლაში. კი, ნამდვილად გადამწყვეტი, იმიტომ რომ თანაბარი ბრძოლა მიდიოდა, თანაბარი ბრძოლა, კი, ორივე მხარეს შეიძლება წავიდეს კულები. სული სათქმელია, ვინ მოიგო პირველი ორი რაუნდი. ორივეს ჰქონდა მომენტები. ნახოთ როგორ შეაფასებენ საჭები და დაიწყო მესამე გადამწყვეტი რაუნდი. ძალიან დაძაბული ორთაბრძოლის. პრესინგს მიმართავს, წინ მიდის. ფიქრობ ჩიტიშვილი უფრო დაღლილად. დაღლილობა გამოიყურება. ჩიტიძე უფრო დაღლილად გამოიყურება. თუმცა მაინც გადაიყვანა. ნახოთ როგორ გააკონტროლებს. ზურგი აიღო, აი ვერ შეიტანა. თუ შეიტანს ხა მარჯვენა ფეხს, შეიძლება ჩამოვარდეს ფეხის ტკინეულზე გადავიდა. მაინც კარგი დარტყმები აფციაურის მხრიდან. აფციაურმა მაინც ვიქრობ. და აი ფეხის ტკინეული ვერ შეკრა კარგად. ძალიან დაძაბული ბრძოლა. აფციაური მაინც ყველა პოზიციიდან ცდილობს რომ დაარტყას.
ზურგი დარჩენილია წუთი და 30 წამი ჩაიყვანა გიორგი აფციაურმა გარჩია და ცადოს ალბათ ჩიტიძემ კი ბოლო წუთი აქვს დარჩენილი რაც ერთი წუთი აქვს ან შეცვლის ალბათ რაუნდის ან ადგომა ან გადატრიალება იმიტომ რომ ნიშნულოვანია ბოლო რაუნდის ბოლო წუთები ესე თუ გაგრძელდა ალბათ აფციაური შეძლებს გამარჯვების მოპოვებას თუ რაიმე არ შეცვალა ჩიტიძემ გადამწყვეტი რაუნდის ეს წუთები დიდი ალბათობით აფციაური გაიმარჯვებს თუ ეს გაგრძელდა ბრძოლა დაღლება დაეთხო ჩიტიძეს მესამე რაუნდში დასაწყისშივე მაგრამ სტილობს გამოვიდეს რაღაცა უბრალოდ ფიქრობ ფიზიკურად აფციაური უკეთესად გამოიყურება აი კარგი ორი დარტყმა ახლა გრაუნდ ფაუნდი ბრძოლის ბოლო 10 წამია და ნახოთ საჯები რას გადაწყვეტენ. სამი დაძაბული რაუნდი, თანაბარი რაუნდი. დაველოდოთ საჯების გადაწყვეტილებას. After 3 rounds, we go to the judges' full decision. The judges have called this contest for the winner. After the red corner, Georgi Afziauri! Აფციაურმა შეძლო მოგების მოპოვება.